დაახლოებით 5-6 წლის წინ დამაინტერესა ექსტრემალურ სპორტმა, ეს არის ბანჯი ჯამპინგი, ეს არის მაღალი შენობებიდან, ხიდებიდან, ანძებიდან რეზინის თოკით ხტომა და ზუსტად მაშინ გავიგე, რომ ნეპალში არის ყველაზე მაღალი მსოფლიოში ლეგალური განმოსახტომი 150 მეტრიანი. მაგრამ ამ ჩასვლაზე იმდენად გამოფიტული ვიყავ უკან დაბრუნებისას, რომ იმდენად მენატრებოდა თბილისში დატოვებული ხალხი, რომ ამ დიდ ოცნებაზე უარი ვთქვა. ბანჯიდან განმოხვდები აუცილებლად შემდეგ ჩასვლაზე, ოღონ ექსპედიციამდე განმოხვდები და ექსპედიციის მერე ისევ დამეზარი. იქიდან გამომდინარე მამაჩემი ალპინისტი იყო და ძალიან ბევრს მიყვებოდა ნეპალზე. მაგრამ როცა ჩავედი, ბევრად უკეთესი იყო, დამხვდა ვიდრე წარმომედგინა, რაღაც ძალიან ეგზოტიკური და საინტერესო ქვეყანა არის. და დიდი სიამოვნებით ვეწყები ხშირად და დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი კიდევაც ნეპალში, სიბერიაში. ნამასტე. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. ეს ის ტრადიციული მისალმებაა, რომლითაც სადღაც ბუმბერას მთებში ჩაკარგულ პატარა სახელმწიფოში ნეპალში ჩასულებს ხვდებიან. ყველას ერთნაირად გულტბილად. ალბათ ამიტომაც ერთ დროს დოგმებს გაქცეული მსოფლიოს ათასობით ახალგაზრდა თავისუფლების ძიებაში სწორედ ამ ქვეყანას აფარებდა თავს. თუმცა ეს ნეპალის ვიზიტორთა მხოლოდ მცირედი ნაწილი იყო. რადგან ამ ქვეყანაში წესებს გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან ბუდისტ მომლოცველებთან ერთად თამსვლელები კარნახობენ. ექსპედიციაში ვიყავით მე ირაკლი გუჯაბიძე, მამაჩემი ბიძინა გუჯაბიძე და ჩვენი მეგობარი ლევან უსკუდიანი. სამი წავედით აქედან, იმიტომ იქ დაგვემატა რუსები, რადგან ეს საერთო პერმიტი ბევრად უფლება მთაზე ასვლის იქნებოდა ბევრად იაფი და ციმბირელი გუნდი დაგვემატა. ექსპედიცია იწყება მაშინ, როცა იწყებს ჩანთის ჩალაგებას. მაგრამ ჩანთაფონები ჩალაგებული არ იყო, სანამ კატმანდუში არ ჩავედით, იმიტომ რომ აღჭურვილობის და საჭმლის ნაწილი იქ უნდა დაგვემატებინა. აღჭურვილობის დიდი ნაწილი აქედან წავიღეთ. კატმანდუში ვიყიდეთ ბათინკები და მომეჩემა ძალიან ძვირფასი. მე ძალიან დიდი ხანი ლოგინთან მედოხარ მეტავთან ისე მიყვარს, რომ ვერ შევდები ხაც იმ ბათინკებს. კატმანდუს აეროპორტიდან კუკურუზნიკი ზანდად იწევა ჰაერში. რიგებად ჩამწკრივებულ სახლების სახურავებს ფურცელზე დახატულივით ჭრელი და დაზოლილი მდელოები ცვლის. სადღაც შორს ნელ-ნელა მთების კონტურებიც იხატება. ირაკლი პილოტის კაბინიდან პეიზაჟების გადაღების მუღამში შედის. კუკურუზნიკი ტრახ-ტრახით სახელგანთქმული ლუკლას აეროპორტში ეშვება. სწორედ ეს არის ნეპალში ჩასული მთამსვლელებისა და ტრეკერების ცნობილი კარიბჭე. აქედან უკვე ყველა თავის ზურგ ჩანთას იკიდებს. ზოგს დაქირავებულ შერბებს, ან იაკებს უნაწილებს და ფეხით, ნაბიჯ-ნაბიჯ მიუყვება აღმართს. ეს არის პატარა ქალაქი კლდის თავზე აშენებული.
იქამდე მიდის ხოლმე თვითმფრინავი მანქანა არც აქვთ მინახე ამ ხეობისევით და აქედან იწყება უკვე შერპების სამფლობელო. არც ბევრი ტვირთი ქონდა, რადგან პატარა ჯგუფი ვიყავით, ხოლო ამის შემდეგ ფულის და დროის ეკონომიის გამო მზიდავები და არც სპორტერები აღარ გამოგვიყენებია, ანუ ყველა ბანაკი ჩვენ თვითონ ავაწყეთ და ალკოჰოლი არც გიდი, რომელიც თქვა დაგვეხმარებოდა თოკების დამაგრებაში და მარშრუტის დამუშავებაში. ასე ფეხით ნელ-ნელა მიდიხარ. გზად უამრავი ბუდისტური სალოცავია. მათ ფონზე ადვილად გამოარჩევ ახალ მოსახლეებს და ჯერ კიდევ დაუმთავრებელ მშენებლობებს. ალბათ მომდევნო წელს ამ გზაზე ბევრი ახალი გესტჰაუსი ამუშავდება. ჩვენი საბაზო ბანაკი იყო სოფელ პანკბოჩეში, ეს არის ამადაბლანის ძირას ესეთი სოფელი და აქედან უკვე უნდა გავსულიყავით სააკლიმატიზაციო გასვლაზე. იქიდან გამომდინარე, რომ თვითონ ეს ევერესტი იყო ძალიან ახლოს და ეს ხეობა, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ სააკლიმატიზაციოდ გავსულიყავით ევერესტის საბაზო ბანაკისკენ. ბოლო სოფელი არის ყველაზე მაღალი რეგიონში და მგონი მთელ სოფელში ყველაზე მაღალი, ეს არის გორაქშეპის სოფელი. და იქვე არის კალაპატარი ქვია მწვერვალს უძახიან თორე ფაქტურად არც არის მწვერვალი პატარა ქედია რომელიც არის 5600 მეტრი და საკმაოდ მაღალია კავკასიონთან შედარებით მაგრამ კავკასიონის მთებთან შედარებით რომელიც სიარული გვიწევს მაგრამ იქ ძალიან პატარა ეს არის გორაკი არის ბილიკები არის და ეს ქოთ კაკბები ბალახავენ ესე რომ მაგრამ ესეთი ეს არის სიმაღლეს რა თქმა უნდა მაინც თავისი როლი აქვს. კალაპატარაზე ტურისტები აქ ბოლოჯერ ტკბებიან მშვენიერი პეიზაჟებით და შემდეგ უკვე ჯერ ლუკლაში და მერე კატმანდუში ბრუნდებიან. დამსვლელებისთვის კი ათვლის წერტილი აქედან იწყება. დედის სამკაული. ასე ითარგმნება ნეპალურიდან იმ მწვერვალის სახელი, რომელიც ქართველმა მთამსვლელებმა უნდა დალაშქრონ. თბილისში გუჯაბიძეების სახლში ალპურ ზონებში დაკრეფილი ედელვაისების მთელი ჰერბარიუმი ინახება. ის ბიძინას სათვალავშია. ახლა კი ჯერი ირაკლისია. თუმცა ნებისმიერი ჰიმალაური სამკაულის სანაცვლოდ თბილისში დარჩენილ დედას და მეუღლეს ჯამთელად დაბრუნებული ქმარშვილი დაამშვენებდა. ეს გუჯაბიძეებმაც კარგად იცოდნენ და ამიტომ მხოლოდ ამა დაბლამის დალაშქრას და ამ მთის ჰიმალაიში ევერესტის სხვა სამკაულებს შორის დატოვებას აპირებენ. თუმცა მანამდე მთაზე უნდა ავიდნენ. მარშრუტზე გასვლის წინ ძალიან დიდი ემოციები მქონდა, თვითონ ამ მწვერვალს ძალიან დიდი ხანი ვიყურებდი, ჩემი ლეგინიდან პირდაპირ ჩანდა და
ყოველ დღე რაც ძალიან სხვადასხვანაირი იყო დილა საღამოს ისე იცვლებოდა და სპონდო შემიყო ესე რომ თქვა გასვლისთან თან ძალიან ნერვიულობდა, იმიტომ რომ ავსულიყავი სიმაღლეზე, რომელსაც ჩემი ორგანიზმი არ იყო შეჩვეული, რომელსაც არ ვიყავი ნამყოფი, არავინ არ იცის როგორ იგრძნობს ორგანიზმი თავს, ვერანაირი ცდები და გამოკვლევები ამას ვერ ადგენს, სანამ შენ თვითონ არ ახვალ და არ ცდი, შეგიძლია თუ არ შეგიძლია. სოფელში რამდენჯერმე მოუხდებათ დაბრუნება, დასვენება. გადაწყვეტილია ბოლო მცდელობაზე პირდაპირ მესამე ბანაკში ავლენ. ეს ბანაკი დიდი გაბზარული დისკის ქვეშ, პატარა თოვლის ბორცვზე იშლება. ამ ბანაკში ადრე თურმე ზვავს 1-10 კაციც ყავს წაღებული. ზვავი თოვლის დაფის მოწყვეტამ გამოიწვია. დაახლოებით ასეთივე თოვლის დაფა ახლა ქართველების ბანაკის თავზეა, თუმცა ამ დაფას მოწყვეტამდე მინიმუმ 100 წელი დასჭირდება. აი მესამე ბანაკის შემდეგ უკვე მწვერვალია, იქამდე გრძელი გზა. მთავარია ყველაფერი კარგად იყოს. დალაგებული ნერვები აქ ძალიან მნიშვნელოვანია. ადამიანი რობოტი არ არის, თუმცა ძნელია აქ ნერვების მოტოქვა. პატარა ნაბიჯმაც კი შესაძლოა საქმე გაგირთულოს. ალბათ მართლა რობოტი უნდა იყო, ცივი რკინის რობოტი. წინ ბიძინა მუშაობს სტანციაზე, შუალედურ ეგრეთ წოდებულ სადგურში, სადაც ალპინისტები თოკიდან თოკზე გადადიან. ირაკლის უცდის და ისევ ზევით მიიწევს. ირაკლი ლევანს ელოდება და ასე მიიწევენ ზევით. ამინდიც ფუჭდება და კლდეც ნელ-ნელა თოვლით იფარება. ბიძინა უკვე ღამის ათევზეა. ახლა ის ბიჭებს ელოდება. როგორ ახლა Kişley. Yaşabildiği. Müşterimiz var. Çok gamlı damgan Leon. Çok gamlı zaten. Gidelim. Gidelim dobi zaten. Leon esa. Abi. Tamam. Bırak. Kolay topçu. Ახლა ბევრი არც გამოგვივლია რა წამოვეცით. ანუ კაპუჩინო. გარეთ თოვს, კარავში თბილა. საუბარში ეძინებათ. დილით ადრე გადიან. წინ ისევ ბიძინა მოძრაობს, თამამად თავისუფლად, თოვლიან ფერდზე მიდიან. ირაკლი მამას მიყვება. მერე ლევანი. ყოველი შესვენების შემდეგ პირველ ნაბიჯს უხერხულად ადგამს. მერე ეგუება თოვლის საფარს და თამამად მიდის. გარემოს, საფარს, ყველაფერს ნელ-ნელა უშინაურდები, მაგრამ ბოლომდე მაინც არ უნდა გათამამდე, რადგან ყურადღების წამიერმა მოდუნებამ შესაძლოა 1000 თავსატეხი გაგიჩინოს.
სამასტრახო. ამასობაში ნისლი აიკრიფა და მზის სხივებზე ტბიდან ცისარტყელა აირეკლა. ხოლო თავდაყირათან რამდენიმე ერთი მეორის მიყოლებით. ირაკლი ამ სასწაულის ვიდეო კამერაზე გადაღებას ცდილობს. ბიძინა ფოტოაპარატს იმარჯვებს. თუმცა სიამოვნებისთვის მოყინულ ფერზე გამოკიდებულს დიდი დრო არ აქვს. ამიტომ გზა უნდა გააგრძელონ. თან ამინდი ისევ ფუჭდება. ახალი ხო არ ამოვიდა და ის არის ამის თავზია. ახალი კედელია. ახალია კედელი. ამასობაში ბიძინა უკვე იმ კლდის ძირშია, რომელიც ირაკლის მულტფილმებიდან არწივების სამფლობელოს აკონებს. მეორე ბანაკი 5900 მეტრზე გაშალეს. პირველიდან თითქოს სულ რაღაც 300 მეტრით ზევით, მაგრამ ეს 300 მეტრი უკვე სერიოზული სასიმაღლო ცვლილებაა. ამინდი ისევ ცუდია. მთელი ღამე თოვს და ქარი უბერავს. დილით ბიჭები საბაზო ბანაკში ეშვებიან. პირველ სააკლიმატიზაციო გასვლას თავი გაართვეს. იქიდან გამომდინარე, რომ 2008-ში აპირებდნენ ოლიმპიურ ცეცხლის ატანას ევრესტზე, ძალიან დიდი ხანი დახურული იყო სეზონი, მარტო იმ ექსპედიციას ქონდა უფლება შესულიყო ხეობაში და გარკვეულწილად ჩვენს სეზონზეც იქონია გავლენა და თან დაემთხვა ისე, რომ ძალიან დიდი ხანი დაახლოებით 20-22 დღე ძალიან ცუდი ამინდები იყო და ცუდ ამინდების დროს გვიწევდა პირველი და მეორე და მესამე ბანაკების მოწყობა. ამაც საკმაოდ გამოგვფიძა, ძალიან დავიხარ და მუდმივად ველოდებოდით ამინდს. პირველ მცდელობაზე დაახლოებით 200-300 მეტრად დაგვაკლდა მწვერვალამდე, ძალიან ახლოს ვიყავით. უბრალოდ წარმოუდგენელი რეაქცია და თან რაღაც პატარა პრობლემები შეგვექნა აღჭურვილებასთან დაკავშირებით მე პირადად და სამწუხაროდ ვერ შევძელით ასვლა. მესამე გასვლისას ლევანმა ერთ-ერთ შუალედურ ბანაკთან გადაწყვიტა, რომ გზის გაგრძელება არ ღირდა. მწვერვალზე მამაშვილი წავიდა. ერთი თვეა და 5 დღე რაც მოდივართ. საერთოდ მთას ის თვისება აქვს, რომ მთაში არც ასაკი იგრძნობა, ასაკთან განსხვავება, არც სქესის, არც ნათესაობის, ანუ მთაში არიან ჯგუფის წევრები და არა ჯგუფის წევრები და როცა მთაში დავიწყე სიარული, დაახლოებით 13-14 წელს, მაშინ მე მივხვდი, რომ მთაში ვიყავით. მამაჩემი აღარ იყო ის მამაა და უკვე რაღაც მეგობრის სტატუსი ძენდა, შენობითაც კი ველაპარაკებოდი და უძვირდელ სიტყვებსაც ადვილად ვამბობდი ხოლმე, ნენად მეგობრულ წრეში მეგონა თავი და სულ თავს ვიკავდი, რომ მაინც მამაა და რაღაც გაახსენდება თვლილი რა ჩავად. ანუ ძნელიც კი იყო, რომ ეს დისტანცია და ის ანუ სახში მამა არის, გარეთ გახვალ და უკვე რაღაც მეგობარი ხდება და ამას თავიდან შეჩვევა დასჭირდა, მაგრამ ახლა უკვე ძალიან ადვილად ვახერხებთ ხოლმე უცებ და თვითონ ექსპედიციის დროს ყველანაირად არანაირად არ ეტყობა, თქვა ეს მამაშვილური ურთიერთობა, თქვა პარკს ერთნაირად ვინაწილებთ, ერთნაირად ვაკეთებთ ყველაფერს, მაგრამ რაღაც მომენტში ხვდები ხოლმე მამაჩემი მაინც განსაკუთრებით უფრო ნერვიულობს, ჩემზე უფრო იძაბება და ეს პირველად ძნელი არის იმისთვის დარწმუნებული ვარ, მაგალითად ჩემ შვილს არ წავიყვანი არაფერთ, იმიტომ რომ როცა მწვერვალზე ავედი, რომ ნახე მამაჩემის ნერვიულების სახე, ეს 1 საათი მელოდებოდა მწვერვალზე, სხვა ალბათ არ დაელოდებოდა. აი მაშინ მივხვდი, რომ რა ვიცი, ძალიან დიდ ენერგიაზე დაუჯდა მას ყველაფერი. თოვს, საშინელი ამინდია. თუმცა მწვერვალი უკვე იმდენად ახლოსაა, რომ ახლა უკან მოbrunება საწოდაობაა. გადის კიდევ რამდენიმე საათი, ბიძინა ჩერდება. ამის იქით გზა აღარ არის. ეს მწვერვალია. რაცუდია. აგედა უნდა ჩანდეს ევერესტი. ჩანვართ. ფოტოსაც გადაიღებ? კი. აიცა ახლა სპონსორი. აიცა, გაიხო ჯამი. რასი მაგლა იქნება აქ მაინც დავიმახსოვრო.
რამდენი ვარ? 6849. აჭარა. მადლობა აჭარა. მე ვიწვალეთ. ერთი წოდასამი. ხარჯეთ. გუჯაბიძეები ამადაბლამზე 23 მაისს ადიან. მწვერვალზე ცოტა ხანს არიან, ცოტას ლაპარაკობენ. ახლა მთავარია დროულად დაკარგონ სიმაღლე და მაქსიმუმ მეორე ბანაკამდე დაეშვან. მერე კიდევ ერთ ღამეს გაათევენ სიმაღლეზე და ჯერ საბაზოში, შემდეგ კი პირდაპირ სახლში წამოვლენ. აგურა. მაგარი კი იყო, მაგრამ გძელი იყო. მე დისეთი სალადა ისაკდა. მე იარდა მიაჭერი. იქ ჩვენ უნდა მოგვიჭრა, ბიჭო. რა იცოდი რა ვედით? პაჟოსტა. იქ მოვიდეთ. ისურა პრესა მოიფიქრებდი. ესა, ამას იდეა. იშია ისწინი. თიშავრა მეც უნდა გავიხატო ხა. ალპინისტიც, რომელიც მთაში იწყებს შეავს, პირველი ფიქრობს ევერესტის. ეს არის უმაღლესი მწვერვალი და ყველა ალპინისტისთვის ოცნება. შეიძლება ის იმდენად რთული არ არის, რამდენად სხვა მწვერვალები, მაგრამ მას რაღაც თავისი დატვირთვა აქვს. დიდი სამყარო დაუბრუნდებოდი და დაუბრუნდებოდი ევერესტთან. მაგრამ ნახოთ.